Patitsemolo batono ministro, patitsemolo batono rektoро, საქართველოს პარლამენტის წევრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ძვირფასო მეცნიერებო, პროფესორ-მასწავლებლებო, patitsemolo სტუმრებო, ძვირფასო სტუდენტებო, ქალბატონებო და ბატონებო. გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ დედა უნივერსიტეტის კედლებში თქვენთან შეხვედრა. ჩვენი ერის ისტორია გამოარჩევს ისეთ პიროვნებათა, ისეთი ერის კაცების ღვაწლს, რომლებიც თავიანთი თავდაბალი ცხოვრებით, გარჯით, ყოველდღიურად ამოწმებდნენ ჭეშმარიტ სიყვარულს, უფლის, სამშობლოს და მოყვასისადმი. სწორედ ასეთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომლის დაბადებიდან 150 წლისთან დაკავშირებითაც შევიკრიბეთ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ არაუბრალოდ დიდ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც ჩვენს ერს, მის მომავალ თაობას გაუყვალა ცოდნისკენ მიმავალი გზა. ივანე ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ რიგითი სახელი ჩვენს სასიხადულო მამულიშვილთა შორის. ის არის ცოდნასა და საქმის სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ხატება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელმაც თავისი თავმდაბალი, დაუღალავი, შეუპოვარი შრომით ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებას კი ეროვნული მისია. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ისტორიის შესწავლაში, ენის, სამართლის, კულტურის ცოდნაში. მან ქართული ისტორიოგრაფია ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ქართველობას აჩვენა თავისი რეალური სახე მთელი სიღრმით და ღირსებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ერს გააცნო თავისი თავი. განსვიფრებას იწვევს მართლაც მისი მოღვაწეობის მასშტაბი, მისი გონების მასშტაბი. სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასდროს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასდროს დიდ საქმეს, ამბობდა იგი. უნებრივია, ასე დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეს მოციქულის სიტყვებიც, რომ სიყვარულის გარეშე ვერანაირი ცოდნა, ვერანაირ საიდუმლოთა ამოხსნის უნარი ვერ არგებს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა ივანე ჯავახიშვილს თანამოაზრეებთან ერთად დაეარსებინა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი. 1918 წელს, როდესაც ქვეყანა ისტორიულ ქართლში იმყოფებოდა, უნივერსიტეტის დაფუძნება იყო არა მხოლოდ ნაბიჯი განათლების განვითარების მიმართულებით, არამედ ეს იყო ეროვნული ნების მანიფესტი, თავისუფლების აქტი, ცოცხალი გამოხატულება იმისა, რომ ერი, რომელსაც სწამს, სწავლობს, შრომობს, ქმნის, არ უწერია გაქრობა და განადგურება. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ფუნქცია ფრიად შეზღუდული იყო, უნივერსიტეტმა იტვირთა ასევე ჩვენი სულიერი ღირებულებების გადარჩენის საქმეც. ამიტომაა, რომ უნივერსიტეტი იქცა საბოლოოდ ყველასთვის ჩვენთვის თავისუფლების, ცოდნის ზეიმის, მომავლის შენების, სოფხედველობრივი აზროვნების ჩამოყალიბების სიმბოლოდ. დიდია ივანე ჯავახიშვილის დამსახურება, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს დღეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეშიც. მან არაერთხელ მიიღო მხურვალე მონაწილეობა და თავისი ჩვეული პრინციპულობით, დიდი ცოდნით, თავმდაბლობით, პატრიოტიზმით დაუღალავად იყო ჩართული იმჟამინდელ პროცესებში. და დღეს, როცა მისი დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავთ, ივანე ჯავახიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი, პიროვნული უბრალოება და თავგანწირვა ერთი მხრივ საოცარ სიამაყის განცდას გვანიჭებს, მეორე მხრივ კი გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ არ დავკარგოთ და მოუფრთხილდეთ იმას, რაც დიდმა მეცნიერმა გვიან ერთსა და ვიყოთ ღირსეული გამგზელებლები ამ გზის, რომელსაც მან საფუძველი ჩაუყარა. ყოველ განათლებულ ეროვნებისათვის, რომელსაც თვით შემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია. ამბობდა იგი, რადგან ერი ცოცხალია მაშინ, როცა იცის თავისი ისტორია და აწმყოში შრომით, ლოცვითა და სწავლით ქმნის თავის მომავალს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ მისალ